გვაქვს მამული შვილებს ხმალი ვიყიდოთ მტერს რომ დაუხდეთ ისეთი ჯიბით უნდა მოვიდეს რომ ჩემს iPhone switch-ი მოვხდეთ ნატოც კარგია რუსიც კარგია გამოიცვალე 7 პარტია თუ გინდა კიდევ 7 გამოვიცვლი ეგ არის ნახტი დემოკრატია დაიძინე გაიღვიძე დავე და დავრეჭამე მე ერი დღე და ღამე ფიქრობს გვეშველე ბარამე ერთხელ საქართველოში გვეშველე ბარამე ერთხელ საქართველოში ფისო ბოტკოველს მოსწონს, როდესაც ვარდებს ჩუქნიან ხოლმე. უბრალოდ ეკლები ეჩხირება კბილებში, როცა ვარდებს ძოვს. 3 წამიდეთერამდე 2 1 ეთერში ხარ. ქართველი ვაჟკაცები, ოდითგანვე ქართველი მანდილოსნის წინაშე ოდითგანვე იყვნენ გასწავლულები თავის ტოლერანტობით და ზრდილობით. რა არის? რა თქმა ვერ გავიგეცე. ნინო ჟირაფია, რა სვინ მოიტანა, რა ახალგაზრდობა ხართ? საიდან მოგათ ესეთი კომპლიმენტები ვერ გავიგებ. რა კომპლიმენტები ბატონო ჯვებე? ეს არის ზოგადი უნარების ამოცანა. ნინო არის ჟირაფი, არის უბრალოდ მოგონილი მოცემულობა, ძალიან მარტივია. გამაგიჟებთ თქვენ კაცო ამ მოცემულობით. მე მაგ მოცემულობით, რომელი ქართველი მანდილოსანი მოგწევთ თქვენ. თუმცა თქვენაირებს არც გალები და არც ღვინო არ გაინტერესებს. თქვენ მარტო დუდუკი გიდა, დუდუკი. ხო ბატონო ჯვებე კორექტულად მე ვიყო კიდე კორექტული, დედაჩემზე ამბობ ჟირაფია და კორექტული მე ვიყო. ვაიმე, თუ მაგდენს ვერ ხვდებით იყოს მაშინ მარინა. შეხედე ეხა დედაჩემზე ვაიმე, პირებითაც არის ეს ყველაფერი და ვერ გამშვიდით ბატონებო, ჩვენებს შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ განათლების სისტემაზე. დაუბრუნდეთ მთავარ თემას. ანუ თქვენ რას ფიქრობთ, ბატონო ჯვებე? არ უნდა იყოს შეტანილი უნარები გამოცდებში? ზანაირად უნდა იყოს, ვერ გავიგებ ჩემო ფიზო რა. ეგ არის ეშმაკის მოგონილი. დავუბრუნდეთ მთავარ თემას. რა თემას უნდა დაუბრუნდეთ ქალბატონო ფისო ერთი ამიხსენით, როდესაც ადამიანს დარწმუნებული ვარ, ელემენტარულად არ შეუძლია აგერ ზოგადი უნარები ამოხსნას ერთი მაინც და სწორი პასუხი გასცეს. მომე აი, მომე ნებისმიერ დაადეთ ხელი. დაადეთ. 5-ში არის 6 ბანკარი, 3 წითელი, 1 თეთრი და 2 მწვანე. რამდენი ბანკარი უნდა ამოვიღოთ 5-ში ჩახედვის გარეშე, რომ მინიმუმ 1 მაინც იყოს წითელიო. რა უნდა ეხა ამის ამოხსნა? თუ ასეთი მარტივია, მაშინ გაიცით პასუხი სწორიდან. ნუ კარგი, და ეხა ბატონო კოკა, ეხა მე მეჩქარება დრო არ მაქვს, ბავშვი მელოდება სკოლიდან ყავს გამოსამ, აი თქვენ ამოხსენით რა. უმარტივესია. მე თავისუფლად შემიძლია ამას უპასუხო, მაგრამ მე მგონი იცით რა არის არასწორი იქნება. ეს უნარის ტესტი არის შეტანილი გამოცდებზე, ასე რომ მე პირდაპირ ეთერში აქ ვერ ვიტყვი სწორ პასუხს. მე მგონი როგორც თქვენ ჟურნალისტი უფრო მოგეხერხება და კორექტული იქნება თქვენგან. აბა ქალბატონო ფიზო გისმენთ? უმარტივესია ბატონებო, უმარტივესია მართლაც პასუხი. თუმცა ახლა მე ჩემი პროდიუსერი მატყობინებს, რომ ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ორია სწორი პასუხი. რანაირად არის? ორივე მწვანე რო ამოიღოთ ბატონო კოკა მერე? მე რა გაჩხუბებ თქვენი რა გამოგეთ? მერინება არ არის, ჩახედე წესია, შენი საკუთარი თვალები გიდა მწვანე ამოიღო. გიდა წითელი, გიდა თეთრი. რა გაჩხუბებ, თავი აქ რო ამდეს ბლატაო, რატო იხმა არ ამოიღე? წამედი რა შენთან საქმე არა. წახვედი მეხორცები, ხო იცი? საყოველთაოდ დამკვიდრებული აზრი, რომ არმენა და მერაბა კარტოფილს მანქანის ზეთში წვავენ, თლად მართალი არ არის. რაკჭის რასევდიანი ხარ? ბიჭო, რა ვიცი. მერაბ გუში რო გოგო იყო მოსული. ო, კრასივია. გას ფიქრობ იცი ბიჭო, გზა ხო არა ერია მეთქია რაღაცა, რა ვიცი, რამე ხო არ შეემთხვა, აბა რატო არ მოდის? აი რა რას ლაბარაკო. არა, ბიჭო, შეიძლება რა მოხდა იცი? შეიძლება ბევრმა წითელმა მოუწია. არმენ შუქნიშანზე რა? და ბევრჯერ მოუწია რა გაჩერება ალბათ და მაგიტომ არ მოდის. ო, იგვიანებს ახლა. შენა ვერა ხარ, ხო იცი? მე მაგას თორმოზები ისე გავუკეთე. ვაფშე ვერ გააჩერებს მანქანას. რა წითელი წვა ესე წამოვა, ნერვიულობას ვერ მოახდენ უკვე აქ იქნება. შენი 2-3 მინუტი აქ იქნება რა, ზუსტად ვიცი მა. ვიცი, რავი. ხო, მე გეტყვი შენ კაი რა. კრასავიცა გოგოებს უყვართ ძვირიანის საჩუქრები. ხო და შენ ახლა ადექი. ზადი
და დოლარი უყიდე რა. არა, არმენ, მაისა, კაცო, რა მოისა რა სწორს ამბობს, მე რა ბეჭდები, კარგი. სტრახოვკა გინდობა. რომანტიულობა უნდა აჩუქო ხალია. მართალი ხარ, მე რა რაღაცა რომანტიკა, რაღაცა აი ეგეთი მიგა. ხოში მეკითხი კაი რამეს. Вообще აი გეუნები ჩვენ არმენიაში როცა ვართ ხოლმე ხო? არა, გოგო თუ მოგწონს ერთი მაგარი ლექსი გვაქვს, ვეუნებით ყოველთვის ჭრის რა. ვა, ჯიგარი ხარ არმენ. შერო არისო, იცოდე, მე მაგ ლექსს არ გათქმევინე. ჯიგარი ხარ არმენ. ლექსი კაიაზეა. რომელი ლექსი უთხრა, აბა? ლექსა ქვია არმიანსკი შედევრ ტანო ტატანო რა. როგორ ეხეთ მაგიჟებს ეს რა. რა არმიანსკი შედევრ, რა არმიანსკი. კარგი რა ეს არმე რა გჭირს ვერ გავიგე. ქართული ლექსია კაცო, რას მაგიჟებ თუ ასე. ეს რა იცია ხოლმე სულ ქართული არ არის ქართული. არმიანსკი ლექსია გეონები. რას ქვია არ არის კაცო, რანაირად არმიანსკი მაგაზე დავიბარ. ქართული ლექსია მეკი რა. მიდი და რანაირად უნდა დამიტკისო, მიდი დამიტკისი აბა. აი ახლა სად არის მათ ქართული სიტყვა მითხარი. მიდი აბა დაიწყე. ტანო ტატანო, გულწარ ტანო, უცხოდ მარებო, ზილფო კავებო, მომკლავებო. ხედა. სუში სად იყო ახლა ქართული სიტყვა? აბა მითხარი ახლა თუ კაცო. მაიცა. ვერ არის. მაგიდებ ახლა რა შემდგენ. მაიცა. რა მაიცა? ეგ ლექსი არის სუფთა გაგასიული. არა, ეგრე არ მარგატო. ეს ისე გეთქმის ეს გოგო ვაჩი გაგიქცევა. აი მამის პადასტია დიები. მაიცა რა გინდა ვეგაცი ამბობს რომ მეგასწავლე. ვაიცა მეგასწავლე. მეურები თამო რა გინდა ზილფო კავებო. კარგი ორივე მასწავლეთ ხო კარგი და სირგო მე და მიჯერე რა ხო ხედავ ნერვიულ კაცო რა ორივე გასწავლეთ ორივე მასწავლეთ ტატანო კარგია ტატანო დაბლა მაღლა არ დაგავის ხო დაბლა მე მაღლა ხო ეგ მახსოვს ეგ კარგია ინფორმაცია არა ეგ მახსოვს ეგ ყველაფერი მაიცა მოდის მოვიდა მუსიკა ჩართე რამე მუსიკა აბა ჩართე რომანტიული რა ტანო გულ წანტანო უცხოდ მარებო ზილფო კავებო მომკლავებო ვარსკვლავებო წანო ვისათვანო შემაზარებო ძოცლან ბაგეო დამლაგეო სუნსამ დარებო პიგონ თვარეო ბობიგორემ ზისადარებო აისა დაბალე ფერმა გონება იმამ ხავსა სიცოცხლეს ნაცვლად სიკვდილის ამცარეს ვახ სიცოცხლეო უკუღმართო თანათარებო სულ არ ვერგავიჩა რა მასწავლეთ შენ რა გირა შენი ბროლია გითხარი წაიკითხე როგორც მე გითხარი რატო გადახრები ამის მე სადაც შესას კითხულობდი ეკა ძაბანაძე ხელფას მთავრობიდანაც იღებს, რადგან მხოლოდ საკუთარი გამოჩენით შლის 100,000-იან მიტინგებს. გამარჯობათ. ესეძრაინე კრედიტის ისტორია მაინტერესებს რა ჩემს მობას და დობას გაფიცი. იცით რა მოდი პირველ რიგში გავარკვიოთ რომ ჩვენ დაძმა არა ვართ. აი მაშინ ჩვენ მეგობრობას ფიცავთ. არც მეგობრები არა ვართ. აბა ვინ ვარ? მარტივია ყველაფერი კრედიტ ოფიცერი კლიენტი. მაშინ კრედიტ ოფიცერობა და კლიენტობას გაფიცით. მაგრამ მაინტერესებს რა. მოდით პირველ რიგში თქვენი პირადობა თუ შეიძლება მომცეთ. რა პრობლემა? აი გენიც. აქცენტი მადლობა. კონკრეტულად რა საკითხზე ხართ მოსული რომ მითხრა თუ შეიძლება? აი ჩემი ბაითი მაქვს რა თქვენთან ჩადებული 6 ოთახიანი რომ მაქვს რა. ბინა. ვაკეში ხო. დიახ. მაგარი ბინა, 6 ოთახიანი თავს კომერციული ფარტი და რაღაცა რა. კონკრეტულად რომ მითხრათ რომელ სახზე გაქვთ ლაპარაკი, რომელ ბაითზე? აი ჟორიკას გვერდზე რა, აზი ხარ შენ რა დაპრაცედნი გეცოდინე. იცით რა არის ვაკეში ძალიან ბევრი ჟორიკას ქონდა ბინა, რომელიც ჩვენ ყველა გავყიდეთ. აი თქვენც ხო ჟორიკა ქვიათ? გიორგი პასპორტი. აი თქვენი ბინაც გავყიდეთ. როგორ? ას მეუბნებით ეხლა თქვენი რომ თქვენ ჩადეთ ბინა, ჩვენ გავყიდეთ. ას მეუბნებ რომ ჩემ თბილისში ეხლა. ჩემ უბანზე, თო, ვაკეში, ჩემი უხსოვდება და აღარა მაქვს. იცით რა არის არა? რა მითხარი ახლა გოგო შენ მე რა გევიდოდე შენი პირიდან. და ვიყურე კაცი, საწყავში გადავარდე ახლა რა უკნა რა ვიღონო ხა? მე ვიკლա თავი. გვერდზე სოფლის კულტურის სახლში მდებარე ერთადერთი როიალი
ჩაჩალმა ვირთხამ შეჭამა. მას შემდეგ ბავშვებს დაკვრას ცხელ ფეჩზე ასწავლია. თავი უნდა მავიკლა. ასორი ბიჭო, რა თიკლავ თავს, რა თიხუბავ თავს ახალგაზრდასია. თავი დამანებე დრისტანი. აი, საბიჭო, შაეშვი მაგასა. შენ კაბინეტშიო მოგიდე, თავის მოკლა მაგიდე დავატინე. ქუჩაში კაცი შეხვდეს მითხას, რა თამაიკლა შენმა თანამშრომელმა გელოდი მთავიო. რა უპასუხო? ხოში ქონა და თავი ჩამაიწონეთ კი. მითხარი ახლა მე რა თიკლავ, მიზეზი მაინც მითხარი. მაინც საბიჭო. შენა საზამთროებს რო პესოკი მააყარე, სასუქის მაგინა და მაგითო ხوار იკლავ თავს და ეგარ მახსოვდა გადი მოვწი თავიდან არ გახსოვდა კი არა და ისა მე ეგ საზამთროები რო დაუკრიფეთ და დაუმწიფებელი რო გამოდგა მაგითო ხوار იკლავ თავს ბიჭო არც ეგარ მახსოვდა რა თიკლავ ბიჭო თავსა მითხარი მიზეზი შეშობელს ახლა ეგ მაინც მითხარი რა ჩემი ძოლი ხალატობს თურმე ვისთანა კაცო რა მნიშვნელობა აქვს ისთანა ხალატობს და მორჩა თავი უნდა მოვიკლა ეხლა კარგად მომისმინე შენი ცოლისნაირი პატიოსანი კალი მთელ სოფელში არ დადის და რაიონში გაიგე მადლობა ტრისტანიც მაგრამ შენი მიამიტური დამოკიდებულება საფუძველმა კლებულია თავი უნდა მოვიკლა მომისმინე კარგათა იცოდე შენი უბროსი ვარ და გეუნები დაიჭერე ეხლა რა თქითხარი ბრძანება შენი ცოლის სათქულება დაიჭერე ბრძანება ამეთქი შენ კი არა მთელმა სოფლიომ და მთელმა ქვეყნიერებამ რომ მითხრას და სოფელმაცა მაინც არა დავიჭერებ ჩემი ნანას გარდა მარტო მაგარი რომ მითხრას იმისაზე დავიჭერებ თავი უნდა მოვიკლამე სად მოგიდა ხონა ხარულო ეი მე ხალხო ახნა გელოდი გელოდი არ გამღუმო გეთისები არა ნანა მართლა რა მღალატო არა სიხარული რა გიგი არა გალატო არა გალატო ნანა ვაიმე მაცა ჩამა მიხვალე ჩამე ხუტენო ტრისტანი იჩი ნანა ხოგე უნებოდ ტრისტანი მაცა ნანა დადი ხა საქმეს მიხედე შენ აი ეს რა ჩამოვი ბარდაკი მოახდა საქმეს მიხედე საქმე დადი ხა კედენა წამოდი მიხედე საქმეს მიხედე აი სასტუმრო კალიფორნიის გარშემო 2 კილომეტრის რადიუსში ვერცერთ ზღარბს ვერ ნახავთ. რადგან პორტიემ ყველა ზღარბი ხალიჩებს უკნა. მე რა დღეშია პორტიე? სად არის პორტიე? დეგენერატო შენი გულის ერთი კვირაა გამოკეტილი ვარ ოთახში ვაბრახულებ იმ კანონ კივი მცივი და შენ ვერ გაგაგონე ვერაფრით რა. რა დღეში ვარ არიცი? გაგინა ვერ გაგია რატო ყვირი რა რატომ ყვირი ვერ გავიგე ჩაკეტილი ვარ მეთქი ვაბრახულებ ვერ გაგაგონე ვერაფერი თქო შენ არ თხოვე გასო კარი და მეყენე რა ჩემ ბრალი ეთყობა ჩაკეტილი დაგეყენოს კარი ტელეფონზე რატო არ მპასუხო ვერ გავიგე გიჟივით რო ვრეკავ შენი ტელეფონიდან არ ირეგება იმიტომ რომ დავალიანება 500 ლარი რას მელაპარაკები ვერცად მე ვრეკავ შენს გადა მარტო აქ ირეკება ფოიეში დეგენერატი იცით ბედმა თუ გამიღიმა ხოლმე რა და ძალიან კარგად მოგესალმებ ბედი ძალიან იშვიათად მიღემის შენი ბედისგან განსხვავებით მე საერთოდ არ მეხიმება მე არ ვიცი შენ სად რეგალასა და რა მაგრამ დავალიანება გაქვს სექსპა ტელეფონზე რა სექსპა მარაზმატიკი ხარ შენ რა მაიცი დეგენერატი ეს ყველაფერს აკიხსნი ჩემთან მისაღებში ხო რეგავ ხოლმე ვრეკავ მერე ხო მეუნები ცხელი წყალი ჩამერდეთო ნუ დავუშვათ გეუბნები მე აბა რას ვიზამ მე ხო გეუნები ცხელი წყალი არა ჩემ კიდე მეთქი წადი დაიძინე ხარი და დაიძინე მეთქი ხო გეუნები მეუბნები ხო აბა მე სექსპა ტელეფონო გაგიდე შესაძლოა ხარ უკენს თქვენ ალბათ ინტერესით კვდებით თუ ვინ რეცხავს სერგეევნას ოჯახში სიძის ტრუსებს მოიცა არ გაინტერესებს საკეთებს ესეთი კარგი გოგო განათლებული შესანიშნავი ოჯახიდან და ნუ კრეტინს გადაეკარა ეხლა და იღუპავს თავს ეს რა როჟანი ქუშარა რა ვთხოვე და რა მომცა იმენა ვიზინი მომცა ნავტიზი მისმა რაცა ფეხატნი დაეხა აუ ძიძი დროზე რა ფუტბოლი იწყება რა ზუყურებ რა მოიდა ფუტი გადავთო ერთი წამით მაკურებინა არა მუკურებ სერიალ შვენიერი სერიალია კაი რა დრო სერიალი მაგარი
ფუტბოლ მომერა პულტი რა. ერთი წამით არაფერს არ მოგცემ. აი ჩაგიდებ და ვერაფერსაც ვერ ეგიმთები. აქედან ამოგების უფლება მარტო გივიკოს ქონდა. აუ გივი, ისვენი რა, მაგრამ აი კარგი მაგარი ფუტბოლია. მომერა პულტი რა. კაცი შეგვამოსა შენს. ხელი კაცი. აუ ეს ვინ არის რა ნერვებს ვიქნი რა ვაფსე რა. რა წავიდე ფუტბოლის ყურება ვინდადო. რას უყურებ? რასტა ეს არის სერიალი. ახ შეხედე. ვერ ხედავ რა ხდება. აქ აი სიდიდით არის კიდე სიძე. ეს სიძე აწვალებს ამ სიდიდს გაუმწარა მთელი ცხოვრება და სიდიდრი აგდებს სიძეს სახლიდან. აი ხა გააგდებს მაგრამ. გაეხრია ჩემი სახლიდან. შეუსაქმურო და არაფრის მაქნისო. აი შენ გენაცვალი. აი ესე უნდა. ეს ხო ხედავ როგორ ექცევა. ყველა ჩემნერი რბილი არის შენო გელოლიადები. აგდებს ესე და სწორი ხარ გენაცვალი. შენ გენაცვალი გააგდებ უსაქმურის სახლიდან. კაი რა ხო ხედავ ეს სერიალები იმენა ატეპილებს ხალხს რა. რატო უყურებ ვაფსე თო? არაფერს ატეპილებს. შვენიერი სერიალია და ვუყურებ რამდენსაც მინდა. აი გეხვეწები გადართეკთ ხო რა მოგივიდა რა. სახლიდან გამაგდო. უსაქმური მიწოდა. არ ვაპატიებ. უნდა დაისაჯოს. რა მაგარი ფილმი ყოფილა. დაბრუნდა სახში. დიდი სამბიტეს ვაჟბატონი ერთი რისი გამკეთებელია მაგასაც ნახავთ. საისეს ღარი. არ მესროლო შვილო. ჯოჯოხეთში გაგისტუმრებ შენს ქმართან. რამდენი ძალადობა მართლა აშტერებს ეს საშინელი სერიალები. გადართა შვილო. ფეხბურთი ჯობია ვუყუროთ. ფეხბურთი. და შელუდი მომიტანე რა. რა ლუდი? მე არაფერსაც არ მოგიტან. ავიცოდე არ გადავრთავე ხა. კარგი, რა გჭირს? დავშივიდე, გეხუმრე, ასე ვიხუმრებოდი კივიკოსას მე. რა გჭირს? ახალგაზრდები, პიცხები. ჩემს სიძეს ეგონა რომ მართლა მოვკვდი. მაგრამ ის კი არ იცის რომ დილით ფუჭი ტყუები ჩავუწყებ პისტოლეტში. შენ გინდოდა ხომ ეს ლუდი? ამულოთ ეკლორინა გადაბარაკრაკე. ნუკრი ექიმი 3 საათი ებრძოდა გრიპის ვირუსს. ბოლოს ვირუსმა იგი დაღალა და რომარა კლინიკის დარაჯი ნუკრი ექიმს მიახრჩობდა კიდევაც. ნუკრი ექიმო. ხისმენცაცა. ნუკრი ექიმო. იცით თუ არა რომ ქალ სექსი გაცილებით სიამოვნებს ვიდრე მამაკაცს? არ ვიცოდი ცაცა, ძალიან თხოვდეთ და უკაცრავად. ვიცოდით? ნუკრი ექიმო. ხო ცაცა. იცოდით თუ არა რომ სექსი ამცირებს გულ სისხლძარღვთა დაავადებების რისკს? არ ვიცოდი ცაცა. არ იცოდით? არ გინდათ რომ ეს რისკი შევამციროთ? არ მინდა ცაცა. გინდათ? არ მინდა. არ მე ვიცი რომ გინდათ. აი მე გეხოცები ჟამთელი. გინდათ, არა. ხო, კაი მინდა ოცა. გინდათ. ძალიან თქო სწრაფად შევამცირო გეხოცები. ძალიან თქო სწრაფად. დაქტორი ცაცა. ცაცა დაქტოვე ცაცა. მე შევამციროთ. ცაცა. თვითი თქვენ ხელი შეგშელეთ, ვერ ჩამოგართევთ ხელცისხლილი მაგ სამწუხაროდ. შეიძლება გაგესაუბროთ? რა იქ დაბზანდით. პაპატი ბოდის გიხდით ეს. ეს მაწუხებს და. დიახ. ბატონო ექიმო, ანუ ჩემი პრობლემა რა არის? ეს არის თითი გავიჭერი, როდესაც საბუთებს ვასტეპერებდი და უბრალოდ გადახვევა მინდა, მეტი არაფერი. დიდ დროს არ წაგართმევთ. იცით რა არის ქალბატონო ეკა, ხომ? ქალბატონო ეკა, ეს უბრალო პრობლემა არ არის. იცით, მე მეშინი აქ სისხლი არ იყოს მოწამლული, ამიტომ სისხლის ანალიზი უნდა გავიკეთოთ, რაც დაგიჯდებათ სულ რაღაც ასილარი. ერთი პატარა ნაკადრის გამო ასილარი. ქალბატონო ეკა, თქვენ უფრო კომპეტენტური ხართ. ქალბატონო ეკა, იცით რა არის, აგიხსნით. ხო ხდებით, მე ქალბატონო ეკა მეშინია, რომ ძვალი არ იყოს დაზიანებული. მაინც სტეპლერია ხო ხდებით და ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება რენტგენი
ნებენის გადაღება, რომელიც დაგიჯდებათ სულ რაღაც 150 ლარი. დიახ. 150 ლარი კი, დიახ, მაგრამ უბრალოდ გადახვა მიდოდა თითის. გასაგებია, ქალბატონო ეკა, მაგრამ ძალიან ბევრია, მაგრამ სამწუხაროდ, კი ძალიან კარგი. და კიდევ იცით რა არის სისხლის გადასხმა დაგჭირდება, იმიტომ ძალიან ბევრი სისხლი გაქვთ დაკარგული, როგორც ვთქვა, ხო ხდებით. ხო, და ხო ხდებით, უნდა ჩახვიდეთ სისხლის საერთო ანალიზი აიღოთ, შემდეგ რენტგენი, შემდეგ სისხლის გადასხმა 500 ლარი და რომ ჩახვალთ დონორის 1000 ლარიც რომ გაითვალისწინოთ. ხო ხდებით. ძალიან კარგი ყველაფერს. აი ამ სირედით შემოვიფარგლებით, დიახ. მე აღფრთოვანებული ვარ თქვენით. მართლა? დიახ. ერთი წამი თუ შეიძლება გადავრეკო? კი, როგორ შეიძლება? თქვენ საკმაოდ დიდი თანხები თქვით და მე გავარკვევ რაღაცას. დიახ, გადარეკეთ, რა თქმა უნდა. გადარეკეთ. ალო? ბატონო დათო ეკავა. მე მგონი ვიპოვეთ ვინ ჩვენ გვინდოდა. დიახ, აი ამ წუთას. პირდაპირ უყურებ მას. ძალიან იჭიერი ახალგაზრდა. კარგით, დროებით. ბატონო ექიმო და ბატონო ლუკრი. სინამდვილეში მე აქ მოვედი, არა იმიტომ რომ ხელი დავიზიანე და გავიჭერი. საერთოდაც რომ იცოდეთ, სტეპლერში სპეციალურად მოვიყოლე თითი. და რატომ? უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენ მშვიდობანკში ვეძებთ ახალ თანამშრომელს, რომელიც იქნება სისხლის სწორის დეპარტამენტის უფროსი. მე თქვენ ხართ იდეალური კანდიდატი ამისათვის, ასე რომ გილოცავთ. თუ სანჩიკას და გუგას სოკოზე გააგზავნო, მათ შეიძლება სოკოს გარდა სხვა ვენერიული დაავადებებიც მოგიტანონ. დაგეძებ დილა თუ ბინდია რავადა ხაშეჩა თუ ავად იყავე გახველებს რამე თბილი დაგელია ბიჭო სანჩიკა დებილი ხარ თვა არ მინდა რომ დაიტოვო ტექსტი არიცი ავად ვარ აკიმო ავად ვარ გუში ცეცხლი მინდია დავა ავად ვარ გუში ცეცხლი მინდია აკიმობას თუ გამიწე მადლი დაილეცენი სოფლის ამ სოფლის ბიჭო ტასო სოფელი როგორ მახსენებინე ეკება ტასო და სოფელი არ მახსოვდა ძმაო სოფელი არ უთხრა აზარი არ მოდია სოფელი გამოტყვე და უთხარი დაილოცოს შენი ნათლია ძმაო დაილოცო შენი ნათლია მინდია ბინდია ბიჭო რა სიმღერას მომღერებთ ეკე მარტო ბინდია თქვი რა მინდია ამის შეყარებული იყო დავაი ბინდია გვარია შეცემა ნათლია და მე თქვი ბინდია დავაი ნათლია ბინდია აუ ამზე გამანებე რა ბიჭო რებს მომღერებთ Quality taxi ვაღე დავი დამანებე რაც მოყვედი რა შეჭება რა კიდო მე ხმარები და რა ფანაკაც ხურა არა მე ვაცები რა და რაც გინდათ ისკენ ამას უყურებით მოეთრა რა ეს ვინ არის დო რა ხდება ბიჭებო რა ხდება თო კიდაღამ დავსერეთ ერთმანეთი მე და გუკამ რა თუ ჩამოდი ხარ ჩამოდი თუ არა ვიდროზე რა ამას ეხედე თო საქართველო მალე გაფრთხილდება შეისხავს არწივის ფრთებს ცაზე თეთრი მტრედი აფრინდება სიყვარულს მოგვიტანს ბევრს ღმერთი მოფეს სინათლეს ეს დღე მალე ინათებს საქართველო გახდეს ფლიანი ჩვენი გულების სიხარულით აენთება ყველა ქართველის ოცნება სრულდება ჩვენი გულების სიხარულით აენთება გვიხაროთ ეს მალე მალე საქართველო გაფრთხილდება განზე არასდროს გამდგარა სამშობლოს დასაცავად ამდგარა ქართველი მებრძოლად დაბადებული სამშობლოსათვის თავდადებული თაბარი დროშით გადავიაროთ ავციოთ მაღლა ავა პრიალოთ თაბარი დროშით გადავიაროთ ავციოთ მაღლა ავა